მოგესალმებით ჩემო კარგებო, დაგიბრუნდით მე ახალი გაშლით. ვინც პირველად არის ჩემს სახლზე, განმეორდები კიდევ ერთხელ, რომ მე გახლავართ ნატალია, ფსიქოლოგ, ტაროლოგ, ასტროლოგ, ეზოთერიკოსი. ვფიქრობ, დღევანდელი გაშლა საინტერესო იქნება თითოეული თქვენგანისთვის. მას შასე დავიწყოთ. დღევანდელი გაშლის თემა იქნება რა მიდის, რა მოდის. რას ვუშვებთ ცუდ და უარყოფით ენერგიებს და რა სიახლეები შემოდის ჩვენს ცხოვრებაში, მოდით გავიგოთ. პერიოდი ავიღოთ 1 თვე მაქსიმუმ, იმიტომ რომ ამ სახის გაშლას ხშირად გავაკეთებ ხოლმე და ხო, კიდევ რაც უნდა მეთქვა თქვენთვის, ზოგადად ტაროს გაშლის დროს პერიოდის აღება მაქსიმუმი შეიძლება 1 წელი. მინიმუმ 1 დღე შეიძლება რომ ავიღოთ. ოღონდ რაც უფრო მოკლე პერიოდს ავიღებთ, მით უფრო ზუსტი იქნება ტაროს პროგნოზი. ასე რომ დავიწყოთ, ხო? რა მიდის, რა მოდის. რა მიდის, რა მოდის. ზად არის. ნახოთ, რა მიდის, რა მოდის. რა მიდის, ჯერ გავიგოთ. ჩემო ძვირფასებო, 1 თვის განმავლობაში თქვენი ცხოვრებიდან მიდის დაბნეულობა, გაურკვევლობა. აქ შეიძლება ადამიანი რაიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე იდგა. ეს შეიძლება უკავშირდებოდეს საქმიან თემას, ასევე ურთიერთობის თემას. ადამიანი, რომელიც საკმაოდ ძლიერი და შემდგარი პიროვნება არის, ადამიანი, რომელიც კარიერული თვალსაზრისით არის წინ და არის განვითარებული, მაგრამ განვითარების თვალსაზრისით და წინსვლის თვალსაზრისით იდგა არჩევნის წინაშე. აქ შეიძლება იყოს საუბარი სამსახურის შეცვლაზე, აქ შეიძლება იყოს საუბარი ბიზნესის განვითარებაზე, ასევე შეიძლება საუბარი იყოს სწავლასთან დაკავშირებით, თუ რომელიმე თქვენგანი დგას არჩევნის წინაშე, თუ სად გადაწყვიტოს ან გააგრძელოს უпростоრედ, იმიტომ რომ აქ არის ადამიანი, რომელიც სწავლობს, სწავლის გარკვეულ ეტაპს მიაღწია და ეხლა უფრო მეტად გასავითარებლად არჩევნის წინაშე დგას, თუ რა კუთხით წაიყვანოს მისი განათლება. როგორც ვთქვი, ეს შეიძლება უკავშირდებოდეს გრძნობებს, იმიტომ რომ აქ ამოვიდათ ასების დედოფალი, ადამიანი, რომელიც არის ძალიან თბილი, მოსიყვარულე და ადამიანს, რომელმაც სიყვარულში მარცხი განიცადა, აქ შეიძლება იყოს განშორებაც და ამ განშორების მიერ მოვლენილი უარყოფითი ენერგიები და უარყოფითი ფიქრები დამიჯერეთ, რომ მომდევნო 1 თვის განმავლობაში თქვენ დაგტოვებთ და ეს უარყოფითი ენერგიები მიდის. ადამიანი, რომელიც იყო გადაწყვეტილების წინაშე, გაეგრძელებინა თუ არა ეს ურთიერთობა, იგი მიიღებს გადაწყვეტილებას ბევრი ფიქრის შემდეგ და ზუსტად ეს ფიქრი და ეს დარგი თქვენგან წავა, ჩემო ძვირფასებო. კიდევ რა მიდის. ნახოთ. ადამიანები, რომლებიც ეძებდნენ, მოდით ესე ვთქვათ, როდესაც ადამიანს უნდა წინსვლა, საქმიანულ სფეროს ვიტყოდი და გონებრივ განვითარებას ვიტყოდი ამ თემებთან დაკავშირებით. და ძალიან ბევრს ცდილობს, სწავლობს, მუშაობს, ძალიან დიდ ენერგიას დებს
გასავითარებლად და ბოლოს მიდის იმ გადაწყვეტილებამდე, ანუ იღლება ადამიანი, რომელიც დაიღალა და დაფიქრდა იმასთან დაკავშირებით, თუ უღირდა თუ არა ეს საქმიანობა და ეს გონებრივი განვითარება იმ ენერგიების ჩადებით, რა ენერგიებსაც დებდა. იგი დაფიქრდა, აიღო გარკვეული პაუზა იმისთვის, რომ მოეზიდა ენერგიები და ახალი იდეებით გამოვიდა ცხოვრების ასპარეზზე. ახალი ენერგიებით შეუდგა სწავლა განვითარებას, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მან განახლებული ენერგიებით დაიწყო ყველაფრის გაკეთება, მაინც ხვდება იმას, რომ არ არის თითქოს მზად იმისთვის, რომ ცხოვრებისგან მიიღოს მაქსიმუმი, ცხოვრებისგან მიიღოს ის, რაც მიზნად დაისახა და ამისთვის იგი მიეცა დარდს, რადგან არ იცის რა ძალები სად მოიძიოს ახალი ძალები იმისთვის, რომ წინ წავიდეს. ზუსტად ამ თვეში თქვენ იპოვით იმ ენერგიის, ასე ვთქვათ, წყაროს, რომელიც დაგეხმარებათ თქვენ ამ წინსვლისთვის, ჩემოკარგებო, რაც ძალიან დიდ სიხარულს მოიტანს თქვენში. ანუ უარყოფითი ენერგიები დაგტოვებენ. აქ ვიტყოდი იმას, რომ პირად ურთიერთობებში საჯარო გაშლა არის და ამიტომ შემიძლია ვთქვა, პირად ურთიერთობებში, ვისაც გაურკვეველი სიტუაცია გქონდათ, აქ შეიძლება ვიღაცამ დაასრულა ურთიერთობა, რაც საკმაოდ მტკივნეული იყო, ეს ურთიერთობა იყო ტრანსფორმაციული, ძალიან გრძელი გზა გამოიარა ამ წყვილმა, ბევრი უთანხმოების შემდეგ და გაურკვეველი სიტუაციების შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ეს ურთიერთობა დაესრულებინა, რამაც საკმაოდ დიდი დარდი დატოვა მათ ცხოვრებაში. ეს დარდი, აი ამ თემასთან დაკავშირებით დარდი თქვენგან წავა. ადამიანებმა, რომლებმაც მარცხი განიცადეს ბიზნესთან დაკავშირებით, ეს დარდიც აუცილებლად წავა და დაგტოვებთ და თქვენ გახვალთ ცხოვრების ახალ ასპარეზზე, შეიძლება საერთოდ გაანულოთ ის ბიზნესი, რომელიც გქონდათ და რომელმაც მარცხი მოგიტანათ და ახალი იდეებით ძვირფასებო შეუდგეთ, თუნდაც ახალი სახის ბიზნესს, მე ესე ვიტყოდი, და ახალი სიახლის, რა თქმა უნდა, დასაწყისი იქნება. კიდევ რა ტოვებს, რა გტოვებთ? აქ დაგტოვებთ, ჩემო ძვირფასებო, ფულთან დაკავშირებული შიშები. ადამიანი, რომელსაც წინსვლა უნდა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, აქაც ამოგვივიდა ეს არკანი, ადამიანი, რომელიც აქამდე ყოველთვის, მოდით ესე ვიტყოდი, არსებობენ ადამიანის ტიპები, რომლებიც გარკვეულ მიზანს, გარკვეული ძალისა და მოქმედების საფასურად აღწევენ. მაგრამ არსებობენ ადამიანის ტიპები, რომლებიც რაღაც მიზანს დაისახავენ და ყოველგვარი გართულებების გარეშე ძალიან სწრაფად მიდიან იმ დასახულ მიზნამდე, ხო? ანუ ფორტუნა, მაღალი ძალები უფრო მეტად ეხმარებიან, ხო? ესეთ ადამიანს. და კიდევ მინდა ის გითხრათ, შემოკარგებო, რომ რახან ფულის თემას შევეხეთ, მე გეტყოდით, რომ არ დაგენანოთ და როდესაც ადამიანები დახმარებას გთხოვენ, დაეხმარეთ აუცილებლად, იყავით ხელგაშლილები, რა თქმა უნდა, მე იმას არ გეუბნებით, რომ თქვენთვის საკუთარი განაზოგი არ გადადოთ, მაგრამ დამიჯერეთ მაღალი ძალებიც ეხმარებიან იმ ადამიანებს უფრო მეტად, რომლებიც სხვას ეხმარებიან.
შეძლების დაგვარად, როდესაც მოგმართავენ დასახმარებლად, ეს ჩემი რჩევა იქნება თქვენთვის აუცილებლად დაეხმარეთ მათ როგორც შეგიძლიათ, იმიტომ რომ სამყარო ესე არის მოწყობილი და ესე მუშაობს. რაც უფრო მეტად დაეხმარებით ადამიანებს, მით უფრო მეტად დაგაჯილდოვებთ ძვირფასებო სამყარო, რაც ზუსტად აი ამ არკანებში არის მოსული. ზუსტად ეს თვე იმას დაგაფიქრებთ და იმ ნაბიჯებს გადაგადგმევინებთ, რაც სხვების დახმარებას ეხება. ანუ ის მომენტი დაგტოვებთ, ის ორჭოფობა დაეხმაროთ თუ არა სხვა ადამიანებს, რაც დამიჯერეთ, რომ თავს ძალიან სრულფასოვან ადამიანად გაგრძნობინებთ. მაშასე შეჯამება რომ გავაკეთოთ ესე იგი ამ თვეში დარდი, გაურკვევლობა, ფინანსებთან დაკავშირებული პრობლემები მიდიან. მოდით ახლა მაშინ ნახოთ თუ რა მოდის. რა მიდის გავიგეთ, მაგრამ ახლა ნახოთ რა მოდის, ხომ? ესეც ხომ ძალიან საინტერესო არის. მაშასე რა მოდის. აი დასწრებით არასწორად ჩავდე. ბევრმა ლაპარაკმა და საუბარმა ეს იცის, მაგრამ როდესაც ვიწყებ საუბარს და ნაკადში შევდივარ, შემდეგ შეუძლებელია გაჩერდა. კარგით. რა მოდის მაშასე? ნახოთ რა მოდის. და დასწრა მეუბნება რომ უკვე მზად არის? კი ბატონო. რა მოდის? რა მოდის? იფიქრეთ კარგ რაღაცეებზე. ნახოთ რა მოდის. რა მოდის? რა მოდის? რა მოდის და ძალიან ვინ მოდის უпростоრედ, ხომ? რა მოდის არა, ვინ მოდის? ჩემო ძვირფასებო. მაშასე მომდევნო 1 თვის განმავლობაში ჩვენ უკვე ვთქვით, რომ გაურკვეველი სიტუაცია და ის გულისწყენები, რაც გქონდათ, დაგტოვებთ, ხომ? აქ შესაძლოა ზოგიერთი თქვენგანისთვის იყოს ახალი ურთიერთობის საწყისი. აქ შეიძლება იყოს გაცნობა. გაიცნობთ ზუსტად თასების დედოფალი ამოვიდა, მე შევწი რომ თქვენ არ განახეთ წეღან და ეხლა აქ ამოგვივიდა თასების მეფე. თქვენ შეხვდებით, იცით როგორ ადამიანს, აი ზუსტად თქვენნაირ ადამიანს, აი როდესაც გაიცნობ ადამიანს და იტყვი რომ ეს არის ჩემი, ანუ ჩემნაირი ბუნება აქვს, ჩემნაირი ხასიათი აქვს, ჩემნაირი შეხედულება აქვს ცხოვრებისეულ თემებზე, ანუ თქვენს ადამიანს გაიცნობთ, ადამიანს რომლებიც მაღალი ძალებისგან არის გამოგზავნილი და აქ დიდი შანსი არის იმის, რომ თქვენ ხართ ერთი ვარსკვლავთა ოჯახიდან. ამ თემას მომდევნო გაშლებში თან ჩავშლით, ვინც არ იცით, რას ნიშნავს, როდესაც ორი სული ერთ ვარსკვლავთ ოჯახიდან არის, აქაო დედამიწაზე მოსული, ხო? შემდეგ განვიხილავთ ამ თემასაც. გაიცნობთ ესეთ ტიპის ადამიანს და აქ იქნება საწყისი ეტაპი ურთიერთობის. აქ იქნება ხშირად შეხვედრები, ძალიან კარგი საღამოების გატარება. აი აქ უნდა დავასრულო მე მგონი გაშლაც, ხომ? ანუ თასების ტოზი ძალიან დიდი სიყვარული მოვა თქვენს ცხოვრებაში მომდევნო 1 თვის განმავლობაში, ჩემო ძვირფასებო. აი იცით როგორი სიყვარულის, მასთან თავს იგრძნობთ დაცულად. აი როდესაც ადამიანს საყრდენი აქვს, ხომ? არაფრის შიში რომ არ გაქვს, იმიტომ რომ იცით რომ რა პრობლემაც არ უნდა იყოს თქვენს ცხოვრებაში, გვერდით გყავთ ისეთი ადამიანი, რომელიც დაგეხმარებათ. ფინანსურად და მატერიალური თვალსაზრისით არ გესაუბრებით, დაგეხმარებათ თუნდაც კარგი რჩევით, გვერდში დგომით, თანადგომით, ხო? კი ბატონო, ძალიან ჩქარი, აბსოლუტურად ჩქარი ტემპით შემოიჭრება ეს ადამიანი თქვენს ცხოვრებაში.
შესაძლოა ეხლაც იცნობდეთ ამ ადამიანს, უბრალოდ ჯერ ვერ ხვდებით, იმიტომ რომ არ არის აქტიურ ფაზაში გადასული ეს ადამიანები, ეს ადამიანი. ფინანსებთან დაკავშირებით მოდით ვნახოთ ახლა, იმიტომ რომ აქ პენტაკლებიც ამოგვივიდა, ხო? ფინანსებთან დაკავშირებით თქვენთვის მომდევნო ერთი თვე ძვირფასებო იქნება სტაბილური პერიოდი. აქ მე ვერ ვხედავ განსაკუთრებულ ცვლილებებს. ერთი წუთით. მათთვის განმეორდები ადამიანებმა, რომლებმაც განიცადეს ბიზნესის მხრივ დანაკარგი, ვიტყოდი იმას, რომ მათ მოუვათ ახალი იდეები, რაც წეღანაც თქვი, მოუვათ ახალი იდეები, ახალი შემოქმედებითი გზა გაეხსნებათ, რაც ძალიან დიდ წარმატებას მოუტანს. მომდევნო თვე, ჩემო ძვირფასებო, თქვენთვის იქნება ყოველივე კარგის მომტანი, ყოველივე საუკეთესოს მომტანი, როგორც პირად ურთიერთობებში, ასევე ფინანსურ საკითხებში. მე გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს და ჩემი თხოვნა იქნება, გამოიწეროთ ეს გვერდი, რათა უფრო მეტად აქტიური იყოს და მე შევეცდები ყოველთვის გავახარო თქვენი გულები. ნახვამდის!